40 სტრატეგიული ობიექტი ქიმიკ ჰოლდინგს აქვს ნაყიდი სომეხი მილიარდელები არიან რუსეთში 40 წარმოიდგინე საქართველოს 40 დაახლოებით 40 სტრატეგიული ობიექტი 30-ზე მეტი 35 სტრატეგიული ობიექტი საერთაშორისო ებრაელებს აქვს ხელში ოქროს საბადოები და სხვადასხვა ისინი რა ქვია შემოსავლის წყაროები ბუნებრივი რესურსები წყალი ბორჯომი უკრაინელი საერთაშორისო ებრაელის ხელში არის. ნავთობ გადამამუშავებელი ისინი რა ქვია საბადოები, ნავთობის საბადოები, სპილენძი, მთელი ბუნებრივი რესურსები საერთაშორისო ესე კორპორაციების ხელშია და ჩვენ გვეძახით შოვინისტი და ფაშისტები ხართო. ჩვენ ვამბობთ პირდაპირ კაცო. ქვეყანაში საჭიროა ეროვნული დიქტატურა. ეროვნული დიქტატურა. ჩვენ ვამბობთ, ფაშიზმი მცირედ მცნება, რაც საჭიროა აქ. ჩვენ ხო წაგვართვეს ეს ყველაფერი. ახლა ვეუბნები მე ქართველ ერს მობრძანდით ჩვენ ორგანიზაციაში. ქართული ეროვნული ერთობა. დავდგეთ ერთად და როგორც ჩვენ წაგვართვეს, წავართვათ უკან ისევ. სხვა გზა არ გვაქვს. ერი გვექცევა თავზე. ხო ხედავ რეებს გვიკეთებენ ამათი კორპორაციები ეხლა ეს სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციები ეს გლობოები ეს ისინი საკურიერო მომსახურების ცენტრები არც ერთი ქართული არ არის და რას აკეთებენ ხო ხედავ კიდე ფესვს გითხრიან და ქართველებს ყრიან სამსახურიდან სხვადასხვა ვოლტი აიღე და სხვადასხვა ტაქსის იანდექსები აიღე და ისინი სომხური და საერთაშორისო ებრაული და ანუ რუსეთში გახსნილი კომპანიები, მაგრამ არ არის ეს ანუ სხვადასხვა იმისა, ზოგი ბრიტანული კომპანია, ზოგი გერმანული კომპანია, ქართული არაფერი არ აქვს ჩვენ. ყველაფერი ანუ რამ მილიარდები გააქვთ აქედან. გვართმევენ ქართველებო, გვართმევენ ამას. დაპყრობილი ვართ, გვართმევენ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ შევქმნათ ეროვნული დიქტატურა და ამათ რაც წაგვართვეს ჩვენ 33 წელია ავდგეთ და წავართვათ. აი უნდა წავართვათ სხვა გზით ჩვენ აი ლიბერალური ესა სირაკლემის და ბოდიში და წაკუზული პოლიტიკით ვერაფერს ვერასოდეს ვერ ვიზამთ. ვერ ვიზამთ. რა თქმა უნდა გონივრული პოლიტიკა უნდა გაატარო, მაგრამ რა მივიღეთ გეკითხებით ქართველი ერთს კარგავთ. ქვეყნიდან გაქცეული 1.5 მილიონი ქართველი ჩამოსახლებული 250,000 უცხოტომელი ინდუსები, რუსები და სხვადასხვა ტომები ზანგებზე და არაბებზე გათხოვილი ქართველები რა მივიღეთ და გამორფინისტებული და სათამაშო ბიზნესში და ბანკებს წამოსმული ესენი მდგომარეობა მივიღეთ რა მივიღეთ წაკუზული ბოდიშის ირაკლემის პოლიტიკით რა მივიღეთ, ამიტომ ვამბობთ, რომ შოვინისტებს რო გვეძახიან ჩვენ, მე ესე იგი, ვინ არის ჩემთვის სოლიდარობას ვინ მიწევს მე? ჩაგვრის მეც მე ვინ მიკეთებს რამეს ქართველს, ვინ რას უკეთებს ჩაგვრის მეც. ყველა მხრიდან ჩაგრავენ. ყველა მხრიდან ძირს უთხრიან ქართველ ერს. ყველა მხრიდან მტრული დამოკიდებულებაა ქართველ ერს, გინდა მეზობელი ავიღოთ, გინდა გარე ისინი ავიღოთ. მე ვკითხულობ ეროვნული დიქტატურა არ არის საჭირო? ძლავრი ფაშიზმზე კიდე ერთხელ ვამბობ. უფრო ძლიერი უარესი ორგანიზაცია გაერთიანება არ არის საჭირო, რომ ჩვენ მტერს რებს წავართვათ ეს ყველაფერი და დავიბრუნოთ. აბა რას აკეთებდა გამაგებინეთ ჩვენი წინაპრები? რას აკეთებდა მუსრზავლებდა, ხოცავდა თუ დაჭირდებოდა? უსამართლოდ არავინ არ დაუხოცია ჩვენ წინაპრებს. რას აკეთებდა დავით აღმაშენებელი კაცო? ლიბერალური პოლიტიკით ირაკლემით არაფერს არ გამოგდის ხო ხედავ? გონივრული პოლიტიკაო, მარტო გონივრული პოლიტიკა არ შველის თუ ძალა არ გამოიყენე ხოლმე. რა ვქნათ ეხლა არ წავართვათ რაც გაგვიყიდა სააკაშვილმა აგერ პირდაპირ აი ამ კომპანიაზე აი რაც წეგან თქვი სომხური კომპანიები როა ყველამ სააკაშვილმა მიყიდა ყველა სააკაშვილმა მიყიდა სააკაშვილის დროს გაიყიდა
მე ვკითხულობ და ამათმა ხო არაბებზე და სხვადასხვა ანუ პაკისტანელებზე და იმაზე ხო კიდეს ეს მიწები. მე ვკითხულობ, ჩვენ არ უნდა წავართვათ ეს? ამიტომ ვამბობ ეროვნული დიქტატურა. ხმას არ იღებენ, ხო ხედავთ, აგერ ქართველებს უშვებენ სამსახურებიდან და ხმას არ იღებს არავინ. ტაქსზე უკვე ქართველი აღარ ზის. გადით გაიხედეთ ქართველი აღარ დაიარება ქვეყანაში. მეტი რა უნდა გვიქნან, გამაგებინეთ. მეტი რა უნდა გაკადრონ წინაპარს, რამდენჯერ უნდა გამიმეორო პრეზერვატივზე დაგიხატავენ. მეტი რა უნდა გაკადრონ, გეკითხები. ძლევამოსილი. მებრძოლ ქართველებს გაგვიკეთეს ეს? ამიტომ ვამბობ მე ფაშისტი რა არის ამათთან, ამათ ისე უნდა ებრძოლო. ამათ ფაშიზმი არაფერი არ არის, უფრო მძლავრი უნდა შევქმნათ კიდე. ეროვნული დიქტატურა, სხვა შემთხვევაში ქართველი ერის სიკვდილი განხორციელდება. სხვა შემთხვევაში ქართველი ერი დაასრულებს სირაქლემის პოლიტიკით, ქართველი ერი დაასრულებს აქ და გაგვყრიან. ბოლოს აგიჯანყებენ სეპარატიზმს, ისედაც ჩადებულია სეპარატისტული. ისინი უკვე ჯგუფები, უკვე არიან ჩადებული, ემზადებიან. ბოლოს აგვიჯანყებენ ყველა მხრიდან და გაგვყრიან აქედან და ღირსიც ვიქნებით. ღირსიც ვიქნებით, რომ ამ ქვეყნიდან გავყარონ სრულად. კი გვყრიან ამ ქვეყნიდან, მაგრამ თლიანად გავყრიან. თლიანად გავყრიან. აი ეს იქნება ბოლო. მე ჩვენ გეუბნებით. შემოგვიერთდით, ვიბრძოლოთ ერთად, ჩვენ ფული არ გვაქვს. მოდით, დავდგეთ, მოვილაპარაკოთ ქართველებმა და დავასრულოთ ეს უღირსი დაპყრობილი პოლიტიკა, რომელი პოლიტიკაც მხოლოდ ქართველი ერის ჩაგვრას ემსახურება. მეტი რა უნდა ვილაპარაკოთ? ვიბრძოლოთ ერთად. დავდგეთ ერთად, მხოლოდ ქართული. არანარი პრორუსულობა და არანარი პროდასავლურობა. დავასრულოთ, წავართვათ, რაც წაგვართვეს. ამას ეროვნული დიქტატურის გარდა არაფერი არ გააკეთებს, ვერაფერი ვერ გააკეთებს. ძლავრი ქართული დიქტატურა. ანუ ფაშიზმზე კიდე ფაშიზმი მინდა რო თქვა სიტყვა, მაგრამ ეს კიდე არ მყოფნის. არ მყოფნის ეს ამასთან დაკავშირებით რაც როგორიც უნდა ვიყოთ. დაუნდობლები უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა გონივრული პოლიტიკით, ოღონდ დაუნდობლები უნდა ვიყოთ და წავართვათ ამ უღირსებს, რაც გაგვიყიდეს და წაგვართვეს. სამჯერ გაიზრდება ჩვენი ბიუჯეტი, რა თანხებიც გადის ამ ქვეყნიდან. სამჯერ ყველაფერი პოლიციელის ხელფასი იქნება, ჩვეულებრივი მოქალაქის ხელფასი იქნება, სამჯერ მეტი დიდი ექნება ყველას და პენსია ხაზარაძე რო პეკდება 1000 ლარს გაუხდის, საიდან გაუხდის 1000 ლარს? საიდან როგორ გაუხდის ეს თაღლითი 1000 ლარს? თუ ეს სტრატეგიული ობიექტები არ დაიბრუნեն, რაც გასხვისებულია და წაგვართვეს ჩვენ. აი ამ სტრატეგიულ ობიექტებს რო დავიბრუნებთ, რო წავართმევთ, 1000 ლარიც იქნება პენსია და 2000-იც. და იმ პოლიციელის იქნება და სახელმწიფო მოხელისის და სოციალურად დაუცველი. სოციალურად არავინ არ იქნება სოციალურად დაუცველი, კი არა, არავინ არ იქნება, ყველა იქნება დაკმაყოფილებული. და უსახკარო არ იქნება ამ ქვეყანაში, ყველა დაკმაყოფილდება საცხოვისით. ჩვენ თუ ჩვენსაც დავიბრუნებთ. ამიტომ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ დაუნდობელი არ უნდა ვიყოთ? ჩვენი არ უნდა დავიბრუნოთ? რა მოვიგეთ უბრალოდ კითხულობ ამ სირაქლემის პოლიტიკით. წამოგვაჯდნენ თავზე, გსპობენ როგორ ზერს გსპობენ პირდაპირ. მეტი რა უნდა გვიქნან, გამაგებინეთ. მე კიდე ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში საჭიროა ეროვნული დიქტატურა. მოდით, შემოგვიერთდით, ერთად ვიბრძოლოთ. დავასრულოთ ეს უღირსობა. დროა უკვე ქართველი. დროა რომ გამოვიღვიძოთ და ეს ქართველის ჩაღვრის პოლიტიკა დავასრულოთ. დროა უკვე
გვიან იქნება, გვიან. აი ეგ იქნება, გვიან მე თლიანად უძლურებაში იქნები. ქართველი აღარ იქნება და ვინ დაგიდგება გვერდით. ყველა გადაგივლის. წაქცეული არავის არ უნდა ხარ, ძლიერი უნდა ხარ ყველას და გეუბნებათ, გამოაჩინებ ჭყალი. უნდა გამოვაჩინოთ ჭყალი ქართველებო. უნდა გამოვაჩინოთ ჩვენი ტიტანური ჭყალი. აი ეგ ამით ვიგებდით ყოველთვის და უნდა გამოვაჩინოთ და დავასრულოთ ეს უღირსობა. რა დღეში არიან ხო ხედავთ ეგერ ეს უღირსები რა დღეში არიან. ქალი ქალს აღარ გავს, კაცი კაცს აღარ გავს. და უყუროთ ჩვენ თელმა ერმა აქედან ამ უღირსებს. არც ერთი ტელევიზია ქართველის ხელში არა ყველაფერი საერთაშორისო ებრაელობას ისომხურ კომპანიებს და სხვადასხვა რუსულ კომპანიებს და სხვადასხვა კომპანიებს ემსახურება. ქართველის ხელში რომელი ტელევიზია გეკითხები. ერთი ეროვნული ტელევიზია და ისიც აღარაა შენი. ერთი რამდენჯერ მიგვიწვიეს ან ამდენჯერ ვუთხარით მოვალ თქვა და ვინ მიგვიღო იქაც ჩვენ ტელევიზიაში. ანუ ეს არის და თუ გვინდა აი ეგა უნდა ვიბრძოლოთ. და სოციუმი იქნება უნდა ავწიოთ და უმდიდრესი ქვეყანა გავხდებით. უმდიდრესი თუ გონებას გამოვიყენებთ და ამ უღირსობას დავასრულებთ და ამ წავართმევთ ამ უღირსებს ყველაფერს. გამარჯვება ქართველ